მოგესალმებით, თქვენ უყურებთ სამედიცინო პოდკასტ ნინო მარყიშვილთან ერთად და როგორც ყოველთვის განვიხილავთ ძალიან საინტერესო და სასარგებლო თემებს. ჩვენ დღეს უსერიოზულესი თემა გვაქვს არჩეული, ეს არის ჰეპატობილიარული ქირურგია. ეს არის მედიცინის დარგი, რომელიც ღვიძლის გზების, პანკრეასის და პანკრეასის ქირურგიულ დაავადებებს ეხება. ეს მიმართულებები ხშირად ურთულეს ოპერაციებს მოიცავს, რომელიც ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, ხელოვნებას საჭიროებს ქირურგიულ დარგში და ხელოვნებას ექიმების ეს ურთულესი ოპერაციებია და ესეთი ოპერაციები შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს ისეთი დიაგნოზებით, როგორც არის ღვიძლის კიბო, პანკრეასის სიმსივნეები და ასე შემდეგ. ამ ძალიან სერიოზულ თემაზე ჩვენ სასაუბროდ მოვიწვიეთ დღეს ქირურგი ონკოლოგი ჰეპატოპანკრეატობილიარული ქირურგი ლევან გოგიჩაიშვილი, მედიცინის დოქტორი, ჯეო ჰოსპიტალსის ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი. მოგესალმებით ბატონო ლევან, დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. სადვარ უპასუხო თქვენ შეკითხვებს. ძალიან დიდი მადლობა, როგორც თავიდან აღნიშნეთ, ძალიან სერიოზული და საინტერესო თემა გველოდება წინ. აუცილებლად დარჩით და მოусმინეთ ჩვენთან ერთად. ბატონი ლევანი დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობს ამ მიმართულებას და მრავალი წარმატებული ოპერაცია აქვს შესრულებული, რომელმაც საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ბატონო ლევანი, მინდა ავუხსნათ ჩვენს მსმენელს, რა არის ჰეპატობილიარული სისტემის დაავადებები, ჰეპატობილიარული სისტემის დაავადებები რას მოიცავს ზოგადად? მოკლედ, ჰეპატობილიარული სისტემა ეს არის ძალიან განცალკევებით თუ მივუდგებით ჩვენს ორგანოებში ღვიძლის და სანაღვლის გზების და პანკრეატოს როცა ახსენეთ პანკრეას ან კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებებზე საუბარი. ეტიმოლოგიურად ჰეპატობილიარული ეს არის ისტორიული სიტყვა, ჰეპარ ბერძნული სიტყვა და ნიშნავს ღვიძლს, ბილიო ლათინური სიტყვა ნიშნავს სანაღვლის გზებს და რაც შეეხება პანკრეას, საინტერესოა პან ვიცით რაც არის, კრეა არის ხორცილა ბერძნულად. რატომაც ესე დაარქვეს ძველმა ბერძნებმა, რომ თლიანი ხორცი ესე ითარგმნება. ეს არის ორგანოები მოდი ესე ვთქვა, ჯერჯერობით ვისაუბროთ ღვიძლზე, რომელიც ითვლება ჩვენი ორგანიზმის ქარხანად. ძალიან რამდენიმე ასეული ქიმიური პროცესი მიდის ღვიძლში და ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვადასხვა ორგანოების, ორგანოთა სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებაში ღვიძლი. და დაუშვათ ღვიძლის მძიმე დაავადება გულისხმობს ძალიან ბევრი სხვა ორგანოს ყოფრიდან გამოსვლას. რა თქმა უნდა, ადამიანის ორგანოები ცალ-ცალკე არ არის და ყველა ორგანოს ერთმანეთთან კავშირები აქვს, მაგრამ ჩვენი დარგი, რაც ჩვენ ავირჩიეთ, ჩვენმა ჯგუფმა, უპირატესად, რა თქმა უნდა, თორე სხვა ბევრ რამეს ვაკეთებთ, არის ღვიძლის სანაღვლის გზების და კუჭქვეშა ჯირკვლის ქირურგია. ღვიძლის ქირურგია საკმაოდ ახალგაზრდა ქირურგია, ვიტყოდი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ქირურგია. კარდიოქირურგიაზე გვიან დაიწყო რეალურად ისეთი დიდი და მსხვილი ჩარევები ღვიძლის ქირურგიაში, როგორც დღეს კეთდებოდა. მე ვფიქრობ საბედნიეროდ საქართველოშიც, რა თქმა უნდა, რაღაც გარკვეული შეზღუდვები გვაქვს, მაგრამ ძალიან დიდ ნაწილს ამ ჩარევებისას ვახორციელებთ. საბოლოო ჯამში ბევრი ადამიანი სიცოცხლეთ იხსნება. რა თქმა უნდა. ჩარევის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა. აქვე ჩაგეკითხებით, ჩვენთან საქართველოში რამდენად ხშირია ამ მიმართულების პათოლოგიები, ანუ ჩვენს პოპულაციაში? მე ესე ვიტყოდი, რომ ჩვენ არ გამოვყოფ მე საქართველოს მოსახლეობას და პოპულაციას სხვა ქვეყნების პოპულაციებისგან, თუმცა გარკვეული სპეციფიკა ყველას აქვს. მაგალითად, ჩვენ ვიყავით თუ არ ვცდები მეორე ადგილზე ჰეპატიტით C ინფიცირებული, თუ არ ვცდები მეორე ადგილზე ვიყავით ეგვიპტის შემდეგ. და ეს სპეციფიკა, ანთებითი დაავადებები, ეს ყველაფერი მოდით ესე ვთქვათ, ზოგადად სახელი დავარქვათ, არის ძირითადად ანთებითი დაავადებები. ხა არის კიდე თანდაყოლილი დაავადებები, ხო? თანდაყოლილი დაავადებების სტატისტიკა იგივეა, რაც დანარჩენ მსოფლიოში, მაგრამ ანთებითი დაავადებები, რაც არის მაგალითად ვირუსული ჰეპატიტი C და არა B, მაგალითად საქართველოში ძალიან გავრცელებულია. B ისე გავრცელებული არ არის, მაინც B ჰეპატიტი არ არის უფრო განვითარებული ქვეყნების დაავადება, ეს არის უფრო ჩამორჩენილი ქვეყნების დაავადება, ეკონომიკურად ჩამორჩენილი გულისხმობს.
ვაქცინაცია შვება ამ საქმეს ხო, მაგალითად მე როდესაც ვარ ქირურგი, ვარ ამ რისკების ქვეშ, მე რეგულარულად ვიკონტროლებ თავს, ვიკეთებ ვაქცინაციას და ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს ვაქცინაციას, ჰეპატიტი B-ი ავადობა ჩვენთან საკმაოდ დაბალია. თუმცა ეს არ იქნება კომპეტენტური ჩემი პასუხი, იმიტომ რომ პრეროგატივა არ არის ჩემი, ეს ინფექციურ დაავადებათა პათოლოგიას მეკუთვნება. ჩვენ უფრო საქმე გვაქვს უკვე ამ დაავადების შედეგებთან. ჰეპატიტი C-ის ელიმინაციის პროგრამამ ძალიან დიდი საქმე გააკეთა თავის დროზე, მაგრამ ამან გამოავლინა, ადრე დაუშვათ თუ ხდებოდა, რომ ადამიანები ცოტა უხეშ სიტყვას ვიტყვი, იხოცებოდა ღვიძლის ციროზით, სინამდვილეში ციროზის დიდი უმრავლესობა ეს იყო სიმსივნური დაავადებები, მათი გამოვლენა არც კი ხდებოდა. ჰეპატიტი C-ის ელიმინაციის პროგრამამ, იმიტომ რომ მუდმივი სკრინინგი ხდებოდა ღვიძლის დაავადებების, დაიწყო გამოვლენა დაავადებების და გაიწყო ჰეპატოცელულარული კიბოს ავთვისებიანი სიმსივნე, ერთ-ერთი ძალიან აგრესიული გამოვლენა. ჰეპატოცელულარული კიბოდით ახლა ბრახან შევეხეთ, უგნებოთ ვისაუბროთ. ჰეპატოცელულარული კიბო გავრცელებით თითქოს არის საშუალოდ. სხვადასხვა ლიტერატურით სხვადასხვანაირად არის, მაგრამ მე-6 ადგილზეა. ქალებშიც და მამაკაცებშიც. მე-6 ადგილზეა. ქალებში არის მე-7 ადგილზე, მამაკაცებში მე-4 ადგილზე. ქალებში ჭარბობს ზუზუს კიბო, საკვერცხე და მამაკაცებში მაგალითად პროსტატის კიბო. არის ისეთი სიმსივნეების შემდეგ, როგორიც არის ფილტვის კიბო, ეს შეუცვლელი პირველი ადგილი უჭირავს და კუჭის კიბო. ასევე კოლორექტული კიბოები. ხო, მაგრამ ეს არის გავრცელებით. რაც შეეხება სიკვდილობით და აგრესიულობით, მეორე ადგილზე, ან მესამე, უფრო ხშირად ლიტერატურის მიხედვით ეს არის ფილტვის კიბო, კუჭის კიბოს შემდეგ, მაგრამ ძალიან ხშირად ზოგიერთი ქვეყნის ლიტერატურით მეორე ადგილსაც იკავებს. ძირითადი მიზეზი ჰეპატოცელულარული სიმსივნის ძალიან ხშირად სიმსივნური დაავადებების მიზეზი მაინც გამოწვევი მიზეზი არის ანთებითი დაავადებები, ან უბრალოდ უცნობია, ხო, ხშირად არის რომ უცნობია. ამ შემთხვევაში ეს არის ანთებითი დაავადება, ხო, რომელიც არის ჰეპატიტით გამოწვეული. ამასაც ჭირდება ძალიან დიდი დრო, იმიტომ რომ ღვიძლს ძალიან დიდი რეზერვები აქვს. მწვავე პროცესი ათეულობით წლები ჭირდება. მწვავე პროცესი არ არის, საერთოდ ქრონიკული პროცესი არის, ხო? ქრონიკული პროცესი არის მთავარი პრობლემა, ანუ მუდმივად ხდება უჯრედების სიკვდილი, მათი განახლება და ამ სიკვდილ განახლების პროცესში ხდება მუტაცია, მიუხედავად კი ბატონო. ასეა ზუსტად და ჰეპატოცელულარული კარცინომაც არ არის გამონაკლისი ანთებით დაავადებების შედეგად გამომთარებული. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჰეპატიტის C-ის ვირუსის ელიმინაციის შემდეგაც კი, ეხლა 2015-ში დაიწყო საქართველოში და საქართველოს პრაქტიკულად არ ჩამორჩენილა მსოფლიოს, იმიტომ რომ ერთად დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით დაავადების, ანუ ელიმინაციის შემდეგაც 10-12 წლის შემდეგ კიდევ ალბათობა ამ დაავადების განვითარების არსებობს. ანუ ვირუსი C აღარ მაგ და კიბო არ დაემართება, ასე არ უნდა მივუდგეთ. ანუ ადამიანები ვის ეს კურნალობა ჩაიტარა და შედეგიანი იყო, მიუხედავად დადებითი შედეგისა, იქ კიდე სხვა დადებითი შედეგები მოყვება ამას, მაგალითად ღვიძლის მდგომარეობის გაუმჯობესება, ღვიძლის დარბილება და ასე შემდეგ, ხო? აღარ არის ქვასავით. 10-12 წლის განმავლობაში რჩება. ამიტომ ეხლა რახანო საშუალება მაქვს, რომ მაყურებელს მივმართო, ვეტყოდი, რომ ადამიანებო, ხალხო, ვინც თქვენ ეს კურნალობა ჩაიტარეთ, მუდმივად იკონტროლეთ თავი. 6 თვეში ერთხელ ულტრაბგერით იკვლევა, ეს არაინვაზიური, არაჩარევითი მეთოდია და საქართველოში ძალიან კარგად არის განვითარებული, გირჩევთ, უბრალოდ ჩაიტაროთ 6 თვეში ერთხელ კონტროლი და თუ რაიმე საეჭვოს ხედავთ, მიმართეთ ექიმს. დიდი მადლობა, ძალიან კარგი რჩევა იყო. და ამომწურავი პასუხი დიდი მადლობა ამისთვის. მე მინდა ძალიან პატარა კითხვა დაგისვათ. მე ვიცი რომ დიდი ხნის განმავლობაში გერმანიაში მოღვაწეობდით თქვენ და იქ როგორ არის ეს საკითხი? როგორ არის იცით ჰეპატოცელულარული კიბოთი ავადობა გერმანიაშიც დაახლოებით იგივეა რაც ჩვენთან, მაგრამ მე გითხარით რომ ანთებითი დაავადებებია წამყვანი მეთოდი. გერმანიაში წამყვანი არ არის ჰეპატიტი C, იქ უფრო წამყვანი არის ალკოჰოლი და ცხიმოვანი სტეატოჰეპატიტი, ანუ გაცხიმოვნება, ეგრეთ წოდებული ღვიძლის, ოღონდ სტეატოზი არა, სტეატოჰეპატიტი. სტეატოზი გადადის სტეატოჰეპატიტში. ნუ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში არის აფლატოქსინი, სხვა შორის აფლატოქსინი ჩვენთან მაინც შესწავლილი
საკმაოდ არ არის, მაგრამ აფლატოქსინი ეს არის სოკოვანი ინფექცია, ეს ამას წინათ გახმაურებული სატელი. აფლატოქსინი არის მაგალითად გვილში, მარცვლეულში, თხილეულში, ეს სოკოვანი ინფექცია, სოკოვანი ინფექციის შხამია. კი, ამას ალბათ სურსათისუნებლობა უნდა აკონტროლებდეს სავარაუდოდ, მაგრამ ხო, უბრალოდ ჩვენს უნდა ვიცოდეთ, რომ სად არის ამის რისკი რა და ეთყობა იმას, გემოზე, სუნზე, თავის სპეციფიკა, კი. ძალიან საინტერესოა. კარგით, რადგან შევეხეთ ამ თემებს, მინდა რომ ჩვენ მოსმენელმა იცოდეს, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რა სიმპტომებს და რა სიმპტომების არის საგანგაშო, რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ჰეპატობილიალურ ქირურგს. თუ არის ეს სიმპტომები, თუ არა და რას მივაქციოთ მაშინ ყურადღება. მოდით ორ ნაწილად გავყოთ. არის ჰეპატოპანკრეატობილიარული სისტემის მწვავე დაავადებები, რომელთანაც თქვენ არ იწყებთ იმის გარჩევას, რა გაწუხებთ, იძახებთ სასწრაფოს, ხვდებით საავადმყოფოში და მერე ექიმის მეშვეობით ხდება სრულფასოვნად ან მეტნაკლებად უკვე სამუშაო დიაგნოზის დადგენა, თქვენ გჭირდებათ თუ არა ეს მიმართულება, მაგალითად პანკრეატიტი, რომელიც საქართველოში ნაკლებია, მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც თითქოს ეს პირადი გამოცდილება არ არის საკმარისი რომ რამეზე ვიმსჯელოთ, მაგრამ თითქოს ტენდენცია მომატებისკენაა. უფრო ხშირად ეს არის მაგარი ალკოჰოლური სახესასმელების მოხმარებასთან დაკავშირებული. რაც შეეხება არამწვავე და მაგალითად ქრონიკულად მიმდინარე პროცესებში ძალიან ძნელია სპეციფიური ნიშნების ამოცნობა. მოდი ახაც დავყოთ მაგალითად მენოპაუზის პერიოდის ქალებში პანკრეასში მაგალითად შეიძლება განვითარდეს იშვიათი დაავადება, მაგრამ ეს არის პანკრეასის პირობითად კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც მორფოლოგიურად ყველა ავთვისებიანია, მაგრამ ქცევის მიხედვით შეიძლება გავყოთ კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი, ეს არის ცისტადენომები. სხვათა შორის ძალიან საინტერესოა ჩემმა იტალიელმა მეგობარმა გაკვირვებული იყო საქართველოში ეს დიაგნოზი იმაზე ბევრჯერ დავსვით, ვიდრე იტალიაში. იტალია დიდი ქვეყანაა ჩვენთან შედარებით და მაგალითად არის ფსევდოპაპილური ტუმორი, რომელიც ახალგაზრდა ქალებში ვითარდება, მხოლოდ კაცებში არ ვითარდება. არის IPMN-ი, პანკრეასის სადინებისგან წარმოშობილი სიმსივნეები, რომელიც ასევე შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და ესეც არის ასაკიანი, ოღონდ უკვე მამაკაცების დაავადება. და სპეციფიური სიმპტომატიკა ამას არც არის, მაგალითად საკვების მიღების შემდეგ რაღაც გაურკვეველი შეგრძნებები, საერთო სისუსტე უფრო მეტად ღვიძლისთვის დამახასიათებელია, იმიტომ რომ ქიმიური პროცესებია დარღვეული და ესე რამდენიმე ანალიზითაც შეიძლება ვერ მიხვდე, უბრალოდ ჩვენ ანალიზით რას ვაკონტროლებთ, ჩვენ ვაკონტროლებთ ხდება თუ არა ღვიძლის უჯრედების დაზიანება და გამოთავისუფლება ტრანსამინაზების და ტრანსამინაზების გამოთავისუფლება ნიშნავს დაზიანებას. მაგრამ საკმაოდ არც თუ ისე იშვიათად მცდარია ხოლმე რომ ტრანსამინაზები უკვე ნორმისკენ მიდის, ადამიანი მგონია რომ ყველაფერი კარგად და სინამდვილეში პირიქით ცუდად ანუ ღვიძლის უჯრედების რაოდენობა აღარ ყოფნის, რომ ტრანსამინაზები გქონდეს. რაც შეეხება სანაღვლე გზების მხრივ, უფრო საინტერესო ისაა, რომ სანაღვლე გზებს უფრო ადრეულად შეუძლია თავის ჩვენება და მაგალითად კლაცკინის ტუმორი ან სანაღვლე გზების სხვა სიმსივნეები, ან პანკრეასის თავის სიმსივნე მაგალითად ეს მიმული ერთმანეთზე, ცალ-ცალკე არ არიან. რატო? ხდება ბლოკირება ნაღვილის გადადინების და გამოიხატება ჯერ რაღაცა გაურკვეველი თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, გულისრევა, ქავილი და მოყვება ამას სიყვითლე. შარდის გაწით გამუქება სიყვითლე და ძალიან ჩქარა აჩვენებს და ეს ხა შეიძლება თუ ადამიანი შეიძლება კიბო დაემართოს, ბედნიერებაა რომ სანაღვლე გზები ამას ძალიან ჩქარა აჩვენებს და არცილდება ხოლმე 2-3 სანტიმეტრ სიმსივნის ზომა. იგივე პანკრეასშიც. მაგრამ მაგალითად პანკრეასის სიმსივნეების შემთხვევაში პანკრეასის თავია ასეთი, ასე ვთქვათ, უკეთესი ვარიანტი, იმიტომ რომ პანკრეასის კუდში ადამიანი ვერაფერს ვერ გრძნობს და როდესაც მოდის იმდენად დაგვიანებული შემთხვევა, რომ სიმსივნე ჩაზრდილია ელენთაში, ჯორჯლისის გზარღვებში, კუდში, რომ ხო, და შეიძლება მოვიდეს ტკივილით. აი ტკივილით როცა მოდის უკვე როგორც ტექნიკურად ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება ოპერაციის შესრულება. ოპერაციის შესრულების პრობლემა დღეს უკვე თანამედროვე ქირურგიაში მთავარია გამოსავალი. მაგრამ ეს ითვლება ინოპერაბელურად, იმიტომ რომ შედეგი რაც უნდა მიიღო ოპერაციით არ იძლევა, არ არის ისეთი, ანუ ოპერაციით მიღებული შედეგი არ ჭარბობს ოპერაციით მოსალოდნელ ზარალს და უოპერაციოდ მიღებული შედეგი და ოპერაციით მიღებული შედეგი თუ ერთი და იგივეა, მაშინ ოპერაციული მკურნალობის ჩვენება აღარ არის. ანუ ქირურგის მიზანი არ არის ოპერაციის გაკეთება, ქირურგის მიზანი არის შედეგი, მიიღოს უმკურნალოს პაციენტს. თუ შედეგს არ ვიღებთ,
არ უნდა მკურნალოთ. არის სხვა საშუალებები და შედეგი იგივე. გასაგებია. მოდით შევეხოთ დიაგნოსტიკის მეთოდებს. ამ ბოლო დროს მედიცინაში მაღალ ტექნოლოგიური კვლევების შედეგად ზოგადად გაადვილებულია დიაგნოსტირება ასე თუ ისე. მნიშვნელოვნად. ამ ხილული დაავადებების როგორც არის სიმსივნური დაავადებები გვაქვს საშუალება რომ დავინახოთ. კიდევ რა მეთოდები არსებობს და ამ მეთოდებითაც თუ შეგვიძლია სრულყოფილად დიაგნოსტირება მოვახდინოთ? სამწუხაროდ საქართველოში არის დამკვიდრებული აზრი, რომ მაგალითად ეკოსკოპია კარგია, კატე ჯობია, მაგნიტი ამაზე უკეთესია, მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფია და პეტი ყველაზე მაგარია. ეს არის მცდარი შეხედულება. ნებისმიერ მეთოდს აქვს გრძნობელობა და სპეციფიურობა. ნებისმიერ მეთოდს არ აქვს სისხლის ანალიზია, რაღაც იმუნოფერმენტული კვლევა, კატეა, ექიმის დიაგნოსტიკა, რადიოლოგის მიერ სურათის ნახვა. ნებისმიერი მეთოდი ორი სამეცნიერო ძირითადი ტერმინი არის სენსიტიურობა, სპეციფიურობა, ხო? ჩემი საყვარელი კვლევა, რა თქმა უნდა, ეს არის კომპიუტერული ტომოგრაფია, იმიტომ რომ ბევრად უნივერსალურია ვიდრე სხვა კვლევები. მაგალითად, მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ძალიან კარგად შეიძლება შენ სიმსივნის საზღვრები დაადგინო, რომელიც კატეზე საერთოდ არ ჩანდეს, კატეზე შეიძლება წაშლილი საზღვარი ქონდეს, მაგრამ კომპიუტერული ტომოგრაფიით შენ იცი ძალიან კარგად სისხლძარღვოვანი ანატომია, ძალიან კარგად შეგიძლია მოცულობის გაზომვა, რაც ჩვენთან არსებულ მაგნიტებზე დღესდღეობით დიდი შეცდომებით ხდება და არც იზომება. არის დღეს უკვე თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც ამ საშუალებებს იძლევა და ეს მაგნიტი ძალიან დახვეწილია, მაგრამ გარდა ამისა მაგნიტი ძვირიანი კვლევაა, არის ძალიან ხანგრძლივი კვლევა, ადამიანებს აქვს კლაუსტროფობია, დიდხანს ვერ ჩერდებიან ამ მილში და ყველა კვლევას თავის პლუსები, მინუსები აქვს. ჩემი საყვარელი კვლევა, ძირითადი კვლევა, რომელთაც ჩვენ ვეყრდნობით ოპერაციის დაგეგმვას თუ ასე შემდეგ, არის კატე, კომპიუტერული ტომოგრაფია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიყენებთ მაგნიტს და მაგალითად სანაყვლე გზების პათოლოგიების შესაბამისად შეუდარებელი არის მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფია და ვიყენებთ მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას. აი მაგალითად ძალიან ხშირად არის რომ პაციენტი მოდის, გააქვს ერთი კვლევა, მე ნიშნავ მეორეს. მაგალითად თუ მაგნიტი აქვს და კატეს ნიშნავ შეკითხვაა, ეს ხო უკეთესია, რატომ მინიშნავ იმას, ხო? არ არის ესე. მაგალითად ექინოკოკის კლასიფიკაცია, რომელიც ჩვენთან საუბედუროდ ძალიან გავრცელებული დაავადება და მე ვფიქრობ, რომ ეს ქვეყნის პრობლემაა. დიაგნოსტიკური ალგორითმები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აწყობილი არის ეკოსკოპიურ კვლევაზე, ანუ CE1, ლათინურად ვიტყვით CE1, CE2, CE3, აწყობილია, სისტემატიზებული არის ეკოსკოპიური მაჩვენებლების მიხედვით და მაგალითად იგივე მაჩვენებლებს კატე ხან ხედავს, ხან ვერა, მაგნიტი ვერასდროს ვერ ხედავს. იმიტომ რომ სითხით სავსე ღრუა და სითხე, სადაც წყალბადის ატომები ბევრი გვაქვს, იქ შესაბამისად ეს არ ვიცი ქართულად როგორ ვთქვა, ცდომილება დიდი გვაქვს რა, ხო, არ ჩანს რაღაცეები მაგის. კი. ძალიან კარგი. რაც შეეხება პანკრეასის სიმსივნეებს და ზოგადად პანკრეასის დაავადებებს, არის გავრცელება ჩვენს საზოგადოებაში არის გავრცელებული ეს მოსაზრება, რომ ძნელად დიაგნოსტირებადი პათოლოგიაა. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? მითია რეალობაა თუ როგორ არის იცით ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მე არ ვიტყვი რომ ჩვენი მედიცინა უკანაა, მე ბოლო სტატისტიკა რო წავიკითხე, ჩვენ საკმაოდ მაღალ დონეზე ვართ, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რასაც პაციენტიც ხედავს, ექიმიც ხედავს, არ ვართ ჩვენ ძალიან ჩამორჩენილ ქვეყნებში, თუმცა ჩვენთან შინაურ მგრძელს შენდობა არ აქვს, მუშაობს რა. რა თქმა უნდა, ხე შეცდომა აქვს ჩვენთანაც ხდება და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ცდომილება, ექიმის შეცდომა და ეს რაც არის ეს ლიტერატურა თუ ეს რაც ხდება, ეს ქართულის დაწერილი არ არის, ამერიკელები წერენ, ანუ იქაც ხდება, ხო ეს? ყველგან ხდება. ეს არის ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე. ანუ პანკრეასის დიაგნოსტიკა როგორ არის, იცით, პანკრეასის დიაგნოსტიკა ინვაზიურ დიაგნოსტიკას, ანუ ბიოპსიას გულისხმობ, არის ცოტა საფრთხილო, იმიტომ რომ პანკრეას თვითონ არც კი გააჩნია, მაგალითად ღვიძლი დაფარულია გლისონის კაფსულით, ხო? მე ღვიძლი ძალიან კომპეტენტური ორგანო, ნებისმიერი ჩხლეტა ოპერაციის დროსაც კი, როდესაც გიჭირს, თვითონ აჩერებს იმ სისხლს და ძალიან, გააჩნია რა თქმა უნდა სიტუაციას, ძალიან კეთილშობილია ამ ხრივ. პანკრეასი ასეთ კეთილშობილი არ არის, იმიტომ რომ პატარა და სიტყვაზე მილიმეტრიანი პანკრეასის ქსოვილის მოკბეჩას, მოსაკბეჩია ეს სპეციალური რაც არის ხელსაწყო, შეიძლება მოგცეს ძალიან დიდი ცისტა, პანკრეატიტი და სამწუხაროდ ახლა ვერ ვიტყვი აქ, მაგრამ საქართველოში ძალიან ცნობილი ექიმია გარდაცვლილი ამ პრობლემით.
შემდეგ არის ის, მაგრამ არის ქართულად არის წვრილი ნემსით ბიოპსია, FNA ბიოპსია, ხო? FNA ბიოპსია არის მოწოდებული ბიოპსია, თუმცა ბიოპსიის თვითონ მეთოდის სენსიტიურობა და სპეციფიურობა არის ძალიან დაბალი, სადღაც 50-60%-ია. ასევე არსებობს მაგალითად პანკრეასის თავის სიმსივნე. გვინდა გავარჩიოთ არის პანკრეასის თავის სიმსივნე თუ დიდი დუოდენური დრილის სიმსივნე. ძალიან გვანან ესენი ერთმანეთს, იმიტომ რომ ბილიოდიგესტიური არ მინდა რომ ვთქვა, სწორი არ იქნება. სანაღვლე გზებისა და პანკრეასის სადინროვანი სიმსივნეები და ეს დიდი დუოდენური დრილით ბოლოვდება 12 გოჯანაწლავში და ყველა ეს შეიძლება იყოს ამ უბანზე, შეიძლება სიმსივნე მოდიოდეს სანახულე გზებიდან, შეიძლება მოდიოდეს დიდუოდენური დრილიდან, შეიძლება პანკრეასის თავიდან. და როგორაც იცით, ჩარევის თვალსაზრისით დიდი განსხვავება არ არის, მაგრამ როგორ არის იცით, შეიძლება მოხდეს, რომ გაქვს კეთილთვისებიანი სტრუქტურა, რომელიც აღიქმება სიმსივნე და ამას ვერც კატე, ვერც მაგნიტი და ვერც პეტი, ვერც ეთი ვერ არჩევს, იმიტომ რომ ყველა მაჩვენებელი სიმსივნის გაქვს. ამიტომ ყველაზე ზუსტი მაინც არის ბიოპსია. არსებობს EUSI. საქართველოში უკვე ეს EUSI არსებობს. სამწუხაროდ დიდი ხანი არ არსებობდა, მაგრამ ბოლო რამდენი 2-3 წელი ალბათ არსებობს. როდესაც სპეციალური ულტრაბგერითი აპარატი, როგორც ენდოსკოპია ჩადის 12 გოჯანაწლავში, პოულობს იმ დაზიანებულ უბანს და სპეციალური ნემსით შედიხარ, იღებ მასალას და ამით ადგენ დიაგნოზს. რაშია ეს საჭირო? სიმსივნის შემთხვევაში ნებისმიერი სიმსივნე რაც არ უნდა იყოს, ამ საჭიროა ვიპლის პროცედურას, როცა ამ უბანზეა სადაც ვლაპარაკობთ, ეს არის იგივე პანკრეატოდუოდენექტომია და დაუშვათ დიაგნოსტიკაში ის იმდენი მნიშვნელობა არ აქვს სიმსივნის თვალსაზრისით, რამდენადაც პერსპექტივაში ვიცით, რომელიც იმიტომ რომ მაგალითად სანახულე გზების და დიდუოდენური დრილის შემთხვევაში შეიძლება სრულგან კურნებაზე გახვიდე, პანკრეასის თავის სიმსივნის შემთხვევაში ვერ გადიხარ, მაგრამ ამას ოპერაციის მერე პრეპარატითაც გებულ თავარი არის ის, რომ შენ არ აგერიოს კეთილთვისებიან სტრუქტურაში და არსებობს არაერთი პრეცედენტი, რომ კეთილთვისებიანი შენ გონია სიმსივნე, მიდიხარ, აკეთებ და არის კეთილთვისებიანი სტრუქტურა და კეთილთვისებიანი სტრუქტურისთვის ეს დანაშაული კი არ არის ეს ოპერაცია, მაგრამ ოპერაციის რისკები იმდენად მაღალია, ამ დროს შენ უბრალოდ შეგიძლია ბანალური სტენტი ჩასვა და ამ სტენტით დაამთავრო კურნალობა რა. გასაგებია მე ხამ ჩვენი მსმენელისთვის ძალიან მოკლედ განმარტავ თუ სწორად გავიგე პანკრეასის სიმსივნეების შემთხვევაში სხვადასხვა კვლევებით ვიზუალურად შეგვიძლია თქვენ მიხვდეთ უპირატესად რადიოლოგიური დიაგნოსტიკა იმისთვის რომ დავადგინოთ ავთვისებიანია თუ კეთილთვისებიანია აუცილებლად ბიოპსია იქნება საჭირო არ არის აუცილებელი პირიქით მე ბიოპსიით დადგინდება უეჭველი ასე როგორ არის ეხლა ესე იგი მე არ გავეცი თქვენ შეკითხოს პასუხი ანუ სასურველია ძირითადი დიაგნოზი დადგენილი იქნას რადიოლოგიური კვლევის მეთოდებით და ბიოპსია იყოს დამხმარე და არა ძირითადი. მაგალითად, ღვიძლის სიმსივნის შემთხვევაში პირიქითაა. კი, ანუ მე ვიგულისხმე რომ პირობითად დავინახეთ რომ არის რაღაც სიმსივნული წარმონაქმნი, ვიცით პანკრეასზე არის, მაგრამ ეს ავთვისებიანია თუ კეთილთვისებიანია, ზუსტი დიაგნოზი ბიოპსიით. მოდით გეტყვით საქართველოს რეალობაში როგორ ვიქცევით. ქართულ რეალობაში, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად მყავდა პაციენტი, რომელთანაც ერთ-ერთი ინგლისელი სტუმრები ყავდა, რომლებსაც მირჩიეს ახალგაზრდა გოგოზია ლაპარაკი 27 წლის რომ აუცილებლად გავაკეთოთ FNA ბიოპსია. მე პირდაპირ ვთხარი უარი, იმიტომ რომ კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემებით აქ არის მუცინური ცისტადენომა, ძალიან იშვიათი დაავადება, მე-15 27 წლის ადამიანში ეს არ ხდება, მაგრამ თქვენ ლაპარაკობთ ინგლისის გადასახედიდან რა. თქვენ როდესაც ეს პაციენტი გაგირთულდეთ, გაქვთ უამრავი რეზერვები, რაც მე არ მაქვს. ამიტომ, როდესაც არის საოპერაციო პათოლოგიაზე ლაპარაკი, საოპერაციო პათოლოგიის შემთხვევაში ძალიან ვცდილობთ, რომ პანკრეასზე ვამბობ, ბიოპსია ავირიდოთ. იგივე არის ჰეპატოცელულარულ კარცინომაზეც, თუ საოპერაციო შემთხვევაა, ძალიან ვცდილობ თავიდან, ამიტომ ჯობია შეცდომა დაუშვა, ვიდრე სიმსივნე გავავრცელო და ამის მაგალითსაც ვიტყვი თურქეთში გადანერგილ პაციენტში, ღვიძლგადანერგილ პაციენტში, გადანერგილ ღვიძლში გვაქვს დაჭერილი გადასანერგი ღვიძლის მეტასტაზი. საბიოპსიო ხვრელიდან. ანუ საინტერესოა. ხო, საბიოპსიო არხიდან. ანუ ერთი მაქვს მე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ესეთები არაერთია, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ტექნიკები არსებობს, როგორ გააკეთო ბიოპსია, რომ სიმსივნე ხვრელში არა, ბევრი რაღაც არსებობს, მაგრამ მაინც ესეთი ხდება. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც შენ რადიოლოგიურად ვერ ადგენ დიაგნოზს. ამ შემთხვევაში ბიოპსია არის აუცილებელი, იმიტომ რომ ის განგისაზღვრავს შემდგომ ქმედებებს რა. გასაგებია. თუმცა როგორც ვთქვით, შეგვიძლია შემდეგ პრეპარატიც გამოვიკვლიოთ ოპერაციას. აი როგორ არის, მაგალითად ღვიძლში
გვაქვს ეხლა ძალიან სამეცნიერო ტერმინოლოგიაში არ მინდა შევიდე, მაგრამ კარგით, მოდით ღვიძლში გვაქვს. ღვიძლში არის სიმსივნეები. პირველადი ავთვისებიანი სიმსივნე და მეორადი ავთვისებიანი სიმსივნე, ხო? მეორადი ავთვისებიანი სიმსივნე, როდესაც არის ღვიძლის უნდა მოდი შეგაწყვეტნებთ, მოდი აუხსნათ ჩვენს მსმენელს პირველადი ავთვისებიანი და მეორადი ავთვისებიანი. ღვიძლის პირველადი ავთვისებიანი სიმსივნე არის სიმსივნე, რომელიც მოდის ღვიძლის ღვიძლში არსებული ქსოვილებიდან. ღვიძლში არსებობს რამდენიმე ძირითადი ქსოვილი, ეს არის მაგალითად პირველ რიგში ღვიძლის უჯრედები, ჰეპატოციტები, კოლანგიოციტები, სანაღვეგზების უჯრედები და ღვიძლის სტრომული უჯრედები, ანუ კარკასი, რაზეც არის ღვიძლი აწყობილი, ეს არის მაგალითად სარკომები ღვიძლის. სხვა შორის მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ხანია საქართველოში უკვე დაგვიგროვდა დიდი გამოცდილება, სარკომა ღვიძლის პირველადი პრაქტიკულად არ შეგვხვედრია, უიშვიათესია, ზოგადად ძალიან იშვიათია და იმდენად იშვიათია, რომ მაგალითად ინგლისში ერთი ცენტრი არსებობს ლივერპულში სარკომებისა ღვიძლის. ძალიან იშვიათია. ჩვენ არ შეგვხვედრია, არ გქონია ღვიძლი მეტასტაზურები კი და, მაგრამ მეტასტაზურის მკურნალობა და ლოკალური მკურნალობა არ განსხვავდება ერთმანეთისგან. რაც შეეხება მეორადი ავთვისებიანი სიმსივნე არის სიმსივნე, რომელიც პირველ წყარო არის სხვა ორგანო, მაგალითად მსხვილი ნაწლავი, ლიმფური კვანძები, მაგალითად ლიმფომები, ხო? ეს მინდოდა რომ გვეთქვა. და ასე შემდეგ და ამის გავრცელება ღვიძლში. კუჭნაწლავის ტრაქტიდან სისხლის მიმოქცევის პირველი ბარიერი ღვიძლია. და ხდება ღვიძლში გავრცელება. დიდი მადლობა. ზუსტად ეს მინდოდა რომ სწორედაც რომ გეთქვათ, ანუ პირველად სიმსივნე ეს არის ღვიძლის ქსოვილისგან წარმოშობილი სიმსივნეები, რომელიც თავდაპირველად ღვიძლში აღმოცენდა და მეორადი სიმსივნეები არის სხვა ორგანოდან გადმოწყორცნილი, ასე ვთქვათ, ღვიძლში, რომელიც შემდეგ განვითარდა როგორც სიმსივნე. კარგი, დიდი მადლობა. მოდით გადავიდეთ მკურნალობაზე. მკურნალობა ჩემი აზრით ქირურგიულია მხოლოდ ამ შემთხვევაში. მინდა რომ გითხრათ ეს და აქვე და მკითხოთ ჩვენ სამწუხაროდ ჩვენს საზოგადოებაში დაგვიანებული შემთხვევები, როგორც თქვენ ახსენეთ, თავდაპირველად ძალიან ხშირია, არ არის ეს სკრინინგული კულტურა, ასე ვთქვათ, კარგად ჩამოყალიბებული და რამდენად მნიშვნელოვანია ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა დაზიანების შემდგომი გადარჩენისთვის, სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის და ჩვენ ცხოვრების წესის სრულად აღდგენისთვის, ესეც რომ ვუთხრათ ჩვენს მსმენელს. თქვენი შეკითხვიდან მე დასკვნა გამომაქვს, რომ თქვენ მეკითხებით მაინც ჰეპატოცელულარულ კარცინომას. იმიტომ რომ ღვიძლში სიმსივნეები ბევრია, მაგრამ ყველაზე დიდი წვლილი მოდის მაგ დაავადებაზე. ესეც და მაინტერესებს კიდევ მეტასტაზური ხო? მე ყველა კი ბატონო. რა იცით, თემა არის უკიდურესად დიდი, ამაზე ჩვენ ლექციებს ვატარებთ, ექიმები ერთმანეთს ხვდებით, ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებთ, სკოლები უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, მაგრამ მოდი დავიწყოთ ჰეპატოცელულარული, ყველაზე გავრცელებული, ხო? არის ეგეთი ესეთი ფრთიანი ფრაზა, ქირურგი ხარ, როცა იცი ოპერაცია გააკეთო. კარგი ქირურგი ხარ, როცა იცი როგორ და როდის გააკეთო და ყველაზე კარგი ხარ, როდის არ გააკეთო, როცა იცი. ანუ ეს რატომ მოვიყვანე მაგალითად, ამის გასაგებად რომ როდის არ გააკეთო და როდის გააკეთო, იმდენი შკალები და იმდენი თეორიული ბაზაა შექმნილი, 100%-იანი მაინც არც ერთი არ არის და საბოლოო ჯამში ყველა მიდიხარ კარგი ცოდნის საფუძველზე პერსონალიზებამდე. მე მოგახსენეთ, ჩვენ ყავდა პაციენტი, რომელთანაც ყველა შკალით მათ იქ ოპერაციის გაკეთება არ იყო მოწოდებული, მაგრამ ჩვენ პერსონალიზებული მიდგომით გავაკეთეთ და ეს იყო წარმატებული. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველასთან ასე ვიქცევით, ხო? პერსონალიზებული მიდგომა ცოტა რთულია, მეტ ცოდნას და მეტი პარამეტრების შესწავლას მოითხოვს პაციენტებში. მოდით ახლა მარტივად შედარებით, არსებობს ესეთი ღვიძლის პირველადი სიმსივნის ჰეპატოცელულარული ღვიძლის კიბო, ასე ვთქვათ, ჰეპატოცელულარული კარცინომის შემთხვევაში ყველაზე გავრცელებული ქრესტომათიული შეფასება არის ბარსელონას კლინიკის კრიტერიუმი. არ მოყვები დეტალებს, მაგრამ ბარსელონას კლინიკის კრიტერიუმში ბევრი შეზღუდვებია, ბევრი რამეა ისე, რომელსაც, მაგრამ პირველადი შეფასება ალბათ სასურველი არის ბარსელონას კრიტერიუმებით. თუ სიმსივნე არის 2 სანტიმეტრიანი, არ გვაქვს პორტული ჰიპერტენზია, არ გვაქვს თანხლები და დაავადებები, ყველაზე კარგი გამოსავალი არის ოპერაცია. გამოჯანმრთელების პროცენტი იმ ძველით არის 40%. სრული გამოჯანმრთელება. ხო, ახალი კრიტერიუმები ცოტა შეცვლილია შეხედულებები, მაგრამ ახალი არის 2023. 2023-მდე ითვლებოდა, რომ 40%-ია განკურნება. ჩვენი პირადი განკურნების რეიტინგი ძალიან მაღალია, იმიტომ რომ ძალიან მკაცრად ვარჩევთ პაციენტებს, ძალიან მკაცრი შერჩევის კრიტერიუმებს უყენებთ.
მაგალითად თუ პაციენტს იგივე 2 სანტიმეტრიანი სიმსივნე აქვს, მაგრამ აქ მომატებული პორტული წნევა, მაგალითად საკლაპავის ვენები გაგანერებული მუცელში სითხე, მაგ შემთხვევაში ოპერაცია იქნება წარუმატებელი. წარუმატებელი იმ დონეზე რომ სიკვდილით დამთავრდება დიდი ალბათობით. ხო, ამიტომ მასე დროს თუ სხვა დაავადებები არ აქვს, მოწოდებული არის გადანერგვა. ეს არის ბარსელონას კრიტერიუმი, ხო, პერსონალიზებულ მიდგომებზე არ არის, იმიტომ რომ ძალიან სხვა თემაა. და დაუშვათ თუ აქ თანხლები დაავადებას 2 სანტიმეტრიანი სიმსივნეს და ვერ ვაკეთებთ ტრანსპლანტაციას, რა გვჭება? აბლაცია. ანუ მაღალი სიხშირის დენით, ან სპირტით, ანუ ქიმიური აბლაციაც შეიძლება, მაგრამ ეს არის ლაპარაკი 2 სანტიმეტრიან სიმსივნეზე. რა ვქნათ თუ 5 სანტიმეტრიანია? ირთვება მილანის კრიტერიუმი. აუცილებლად უნდა ჩართოთ ტარკოტის შკალა, არის მელდის შკალა, ანუ ძალიან ბევრია. up to 7, კალიფორნიის უნივერსიტეტი, იაპონელებს საერთოდ თავიანთია, კორეელებსაც თავიანთია. ანუ ხო, აი შენ ექიმმა ამ ყველაფერს ცოდნის შემთხვევაში იყენებ, როდის რა გამოიყენო, მაგრამ ყველაზე მთავარი რა წეგან გითხარით, რომ 10 სანტიმეტრიან სიმსივნეზე იყო ლაპარაკი. 10 სანტიმეტრიანი სიმსივნე არც ერთი კრიტერიუმით არ ექვემდებარება ოპერაციას. ხო, არა ოპერაბელური არ დავარქვათ. ყველა კრიტერიუმი გეუბნება, რომ ცუდი გამოსავლის პირობებით. რატომ წავედით აქ ოპერაციაზე? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიმსივნის მდებარეობას, რომელიც არც ერთ კრიტერიუმში არ დევს. თუ სიმსივნე არის პერიფერიული, ანუ ხელი და ჩამოკიდებულია. რაც არ უნდა დიდი ციროზი მქონდეს, მისი მოჭრა ადვილია. და გამოსავალი ამაზე ეფექტური არ არის, ფიზიკურად მოშორება ამაზე ეფექტური არ არის. მაგრამ თუნდაც 1 სანტიმეტრიანი სიმსივნე და იდეალური ღვიძლი არის მასიურ ტრავმასთან კავშირში, როცა ეს შიგნით ამდებარეობა აქვს. ანუ ეს არის ზუსტად ის, რომ ეს არის უკვე პერსონალიზება, რომ შენ როდის წახვიდე, როგორ წახვიდე და ძალიან ხშირად უფრო მეტად გამართლებული არის პერსონალიზებული მიდგომა მეტასტაზური სიმსივნეების შემთხვევაში, იქ უკვე სხვა პარამეტრებს ვრთავთ ხოლმე. გასაგებია, ეს არის ხელოვნება ქირურგიის არა. სწორედ ეს არის ხელოვნება ქირურგიაში, რომ ერთ კონკრეტულ პაციენტს მოარგოთ ის მთელი გამოცდილება, მთელი გაიდლაინები და კონკრეტულ შემთხვევაში მივიღოთ ძალიან კარგი შედეგი და მე ვიცი, რომ თქვენ ძალიან ესეთი გამოცდილება გაქვთ ამ მიმართულებით, საკმაოდ რთულ შემთხვევებს შეჭიდები ხართ და წარმატებით დაგისრულებიათ. მინდა გითხოთ თუ გაიხსენებთ რომელიმე ისეთ შემთხვევას, რომელიც განსაკუთრებით დაგამახსოვრდეთ თქვენ და თუ გაგვიზიარებთ. ალბათ პაციენტის სახელის და გვარის ხსენება არის. არა, არ გვინდა პაციენტის სახელი და გვარი კონკრეტულ შემთხვევაზე რომ ვისაუბროთ. ბევრია ასეთი შემთხვევები, აი როგორც წესი, როდესაც შენ ბევრი წელი მუშაობ, პაციენტებს ძალიან ხშირად უკვე მე ვეღარ იმახსოვრებ ისეთ პაციენტებს, რომლებიც ერთმანეთის მსგავსია. მაგრამ მაგალითად არიან პაციენტები, რომლებიც არის გამორჩეული პაციენტები, თავიანთი ამ დაავადებიდან გამომდინარე და არა სხვა რაღაც პარამეტრებით. განსაკუთრებით მახსოვს პაციენტები, სადაც სისხლძარღვში ინვაზიებით იყო ეს სიმსივნეები და სისხლძარღვების რეკონსტრუქციებია საჭირო. ტრანსპლანტოლოგია ამის საშუალებას გვაძლევს ჩვენ, რომ გავცდეთ ცოტა მეტისკენ წავიდეთ. თუმცა ეს არა აუცილებელი დაუშვათ ჩვეულებრივ ქირურგი, რომელიც ამ მხრივ კარგად არის ნამუშევარი, მაგრამ სიტყვაზე ვასკულარული ინვაზიები არა აქვს შესწავლილი, არსებობს ანგიოქირურგებით ჩვენთან და ძალიან კარგად განვითარებულია. მათთან ერთად მუშაობ. ჩვენ ახლა ჯგუფი ვართ, რომელიც მუშაობს ამ თემებზე და დიდათ არ ვიყენებთ ხოლმე, იშვიათად შეიძლება ჩვენს დაგჭირდეს. იყო ერთი ესეთი შემთხვევა ღრუენის, ერთი არა, 3 იყო. და სხვათა შორის ეს არის უიშვიათესი, მე ამაზე მოხსენებაც მაქვს გაკეთებული. პირველად აღწერილია 1870 წელს ვირხოვის ჟურნალშია გამოქვეყნებული და იმის შემდეგ არის ინგლისურ ენოვანში, ანუ 120-130 წლის განმავლობაში სულ 400 შემთხვევა აღწერილი. და ერთი რო გავაკეთეთ, ამას მოყვა 2 რამდენიმე თვეში სულ 3 შემთხვევა გავაკეთეთ. ეს იყო ღრუენის სარკომა, რომელიც ჩემთან მოხდა როგორც ღვიძლის სიმსივნე და იქ გაირკვა ეს ამ ოპერაციას ძალიან დიდ ხანს გეგმავდით, ძალიან რისკიანი იყო. იყო რაღაც საშუალებები, რომელიც გვჭირდებოდა საქართველოში არ არსებობდა და გერმანიაში შეიძინა პაციენტმა. თურქეთშიც კი არ არსებობდა, რაც გვჭირდებოდა მასალები. გაგიკვირდებოდ, ხო? და გერმანიაში შევიძინეთ. ეს იყო ძალიან წარმატებული შემთხვევები რა. ძალიან წარმატებული, 3-ვე შემთხვევა იყო წარმატებული, ორთან რეალურად ეხა ესე პირდაპირ არ ვიტყვი, მაგრამ მოხდა თირკმლის სისხლძარღვებიდან თირკმლის ამოღება და გარეცხვა და უკან ჩანერგვა პრაქტიკულად
იმიტომ რომ ღრუენის სარკომასთან როცა გაქვს შენ საქმე, ღრუენის სარკომა იყოფა სამ ძირითად ნაწილად, ანუ upper renal, თირკმლის ზემოთ, თირკმლის დონეზე, თირკმლის ქვემოთ. ეს არის თირკმლის ვენების ღრუენაში ჩართვის ადგილი და ყველაზე ისეთია, როგორც წესი, რა მდებარეობაც არ უნდა კონდეს, თირკმლის ვენები მოცული აქვს ამას. თან ორივე თირკმლის ვენა მოცულია. ხო. იქ მოხდა სიმსივნისგან გამონთავისუფლება. სიმსივნე უბრალოდ სურათი რო გაჩვენოთ, ვერ წარმოიდგენთ. ნუ ჩემი ხელი დიდია. დაახლოებით ამ ზომის სიმსივნეზეა ლაპარაკი. წარმოუდგენელი. ხო. რომელშიც არის მთლიანად მოცული ორგანოები, ღრუენა და ასე შემდეგ. ხო, ეს სამი ოპერაცია იყო წარმატებული. რა თქმა უნდა, ხა იქ არის რაღაც სიცოცხლის ხანგრძლივობებზე ლაპარაკი. ერთ პაციენტთან პრობლემა წამოვიდა ოპერაციიდან 1 წლის შემდეგ სხიური თერაპიის გამო. სხიური თერაპიის პრობლემა გაუვალობა მოუვიდა. დანარჩენ პაციენტებთან პრობლემა არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, რა ვიცი, მე ვთვლი რომ ეს იყო ძალიან წარმატებული შემთხვევა. ძალიან კარგი. ასეთები გვაქვს კიდევ, მაგრამ რა არის იცით, როდესაც შენ ონკოლოგიურ დაავადებებთან გაქვს საქმე, ძალიან ამაყად ვერ ხარ, იმიტომ რომ ის საბოლოო ჯამში ონკოლოგიური დაავადება ხომ არ არის ლოკალური დაავადება, ეს არის სისტემური პრობლემა და აუცილებლად თავს იჩენს მე რა. კი, მესმის, მაგრამ განწირული ადამიანებისთვის თუნდაც სიცოცხლის გახანგრძლივებას მე ვფიქრობ ეს ყველაზე დიდი ჯილდოა ექიმისთვის, როდესაც სიცოცხლის აი მეორე პაციენტთან მაგალითად რამდენიმე წლის და დიდი მადლობა თქვენ ამისთვის აუცილებლად. მეორე პაციენტთან ახლა იყო რომ განმეორებითი ჩარევა დაგჭირდა, რომ ღვიძლში მეტასტაზი მოხდა, ხა წეღარ ასეც ვილაპარაკეთ ღვიძლის სარკომებზე და დაგჭირდა ის ქალბატონი ახლა კარგად არის. გასაგებია. თქვენ მცირედ ახსენეთ ღვიძლის გადანერგვა. არ მინდა ახლა ამ თემას ფართოდ შევეხო, ძალიან დიდი თემაა და ვფიქრობ ერთი შეხვედრა კიდევ მიუძღვნათ ამას და ჩვენ დეტალურად მოვახსენოთ, ძალიან საინტერესო თემაა. მოკლედ მინდათ რომ მითხრათ საქართველოში რა მდგომარეობაა ამ მხრივ, ანუ ღვიძლის გადანერგვასთან დაკავშირებით. ცუდი, ხო? როგორ არის იცით, ჩვენთან არ არის გვამური დონაცია, არის მარტო ცოცხალი დონაცია. ჩვენ ჯგუფში დაწყებული 2014 წელს ძალიან ცნობილი ბათუმის შემთხვევა, როცა ძალიან დიდი შრომა ძალიან დიდი ხანი ვიმუშავეთ. პირველად თქვენ გადანერგეთ როგორც ვიცი. ბათუმში გადაინერგა ევექსის კლინიკაში, მე ერთ-ერთი ლიდერი ვიყავი ამ ჯგუფის, ბატონ კახასთან ერთად და პრობლემა არის რაში, იცით, რომ ჩვენთან არ არის გვამური დონაცია, არ არის სისტემა აწყობილი, არის ცოცხალი დონაცია. დაახლოებით ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ფარგლებში დათვლილი გვაქვს, რომ ჩვენი მოსახლეობის მასშტაბის პირობებში წელიწადში საჭირო არის დაახლოებით 100 გადანერგვის წარმოება. რეალურად არ წარმოებს წელიწადში. რეალურად 20-იც არ ხდება. და ცოცხალი დონაცია ეს არის მე არ ვარ დიდად მომხრე. ქართული კანონმდებლობით ეს არის ახლო ნათესაური, შეიძლება მეუღლის ნათესავები თუ ხელის მოწერიდან 2 წელი მაინც არის გასული და მეგობარი, ოღონდ ტრანსპლანტ საბჭოში ჩვენ ასე დავაყენეთ საკითხი, რომ მეგობრობის საკითხს ჩვენ ვერ შევისწავლით, იურისტები არა ვართ, ამიტომ სასამართლომ უნდა დაადგინოს და სასამართლოს მიერ თუ არის დადგენილი მეგობრობის, ანუ ემოციური ნათესავი ქვია ამას, ტერმინოლოგია ესე გვაქვს, ემოციური ნათესაობა თუ დგინება სასამართლოს მიერ, იქ უკვე საბჭოზე გადის ნებისმიერი ტრანსპლანტაცია და ხო, ემოციური ნათესაობა, ანუ მეგობარზე გადანერგვა არ გადის ტრანსპლანტაცია, სასამართლო თუ ანიჭებს უფლებას გადანერგვის ის საბჭოს გარეშე გადის ტრანსპლანტაციაზე. გასაგებია. და ანუ რისკს რამდენად მოიცავს? ხო, ეგ არის ზუსტად ის თემა, რომელიც მე ძალიან მიყვარს თუ არ მიყვარს. შეხედეთ, მე არ ვარ დიდად მომხრე ამის, მაგრამ იმდენად საჭიროა ეს, რომ აუცილებლად უნდა, რაღაცა გზით უნდა ვქნათ. ეს არის ყველაზე ძნელი გზა. იმიტომ რომ გვამური დონაცია გაცილებით ადვილია. მეორე თემა არის ის, რომ ძალიან ხშირად ადგილი აქვს შვილებიდან მშობლებზე გადანერგვას, რომლითაც მე ძალიან მომხრე არ ვარ. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ მე თუ რამე მჭირდება, ჩემი შვილის სიცოცხლეზე მეტად არაფერი არ მჭირდება. რისკები დიდია. მესამე არის ის, რომ მე ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს ჯგუფთან ერთად გერმანიაში ჩვენ შემუშავებული გვაქვს ტრანსპლანტაციის ახალი მეთოდები, რომელიც დონორის რისკებს ამცირებს. ეს იმიტომ შემუშავეთ, რომ გერმანელებს ძალიან უჭირთ დონაცია და ევროპაში მე მგონი ერთადერთი ქვეყანა
ქვეყანა, რომელიც ცდილობს, რომ ცოცხალი დონაციისკენ გქონდეს გეზი. ევროპული ქვეყნები ცოცხალ დონაციას პრაქტიკულად არ აკეთებენ, მარტო გვამურია და ამ ჩვენს მეგობრებთან, ვინც მე გამზარდა ჰანს შლიტთან ერთად, გვაქვს შემუშავებული ტრანსპლანტაციის ცოცხალი დონაციით ისეთი მეთოდები, რომლებიც ძალიან ამცირებს დონორის რისკებს. თუმცა ამ წუთში მე არ გაჩერებული მაქვს ტრანსპლანტაციები, იმიტომ რომ რაღაც პირობების გამოჯობესება არის აუცილებელი. სხვა შემთხვევაში მე არ მიღებს. გასაგებია, კარგი თქვენგან პირობას დავიტოვებთ ამ თემას მიუბრუნდებით ჩვენ აუცილებლად მომავალში და ახლა გავაგრძელოთ ღვიძლის და პანკრეასის სიმსივნეები, მკურნალობა როგორც თქვით ოპერაციულია, მკურნალობის ოპერაციულ ტიპებზე თუ შეგვიძლია ცოტა ვისაუბროთ, ზოგადად ღია წესით კეთდება ლაპარასკოპიით შესაძლებელია თუ არა რამეს გაკეთება ამ შემთხვევაში და ანუ თვითონ ეს რობოტული ტექნიკები რამდენად გამოიყენება ასეთ ქირურგიაში. მოგახსენებთ როგორ არის იცით ისევ ხატოვან გამოთქმაზე წავალ ჩემ მასწავლებელი მე ვითვლები ჰანოვერის სკოლად იყო ესეთი დიდი ექიმი პიხელმაიერი ჰანსიერი პიხელმაიერის გაზრდილი და მე ჩემთვის ვეძახი რომ პიხელმაიერის მეორე დაობა ვარ ჰანს პირდაპირ აქ ჩემთვის ნათქვამი არ გაეკარო ღვიძლს ლაპარასკოპით თუმცა ვაკეთებთ ხოლმე რა ჰანსი ცოტა ჩემზე უფროსია და 10 წლით უფროსია თაობა სხვა არის ასაკს არ აქვს იმ ხელმძღვანელობა რამდენადაც თაობას ქირურგიაში სხვა თაობაა როგორ არის ცით არის ჩარევები რომლებსაც ლაპარასკოპით ვაკეთებთ ხოლმე მაგრამ ძალიან მიზერულ მინიმალურ ჩარევებს იმიტომ რომ ლაპარასკოპი არის შეზღუდული ბევრ რაღაცაში რაც შეეხება აი იგივე პანკრეასის სიმსივნეებზე ვიპლზე კეთდება საქართველოშიც აკეთებენ მე არ ვარ მომხრე ამ ეტაპზე იმიტომ რომ ჩვენი რაოდენობა შემთხვევების არ არის იმდენი რომ კარგად დაიხვეწოს ექიმი და პაციენტზე არ უნდა ისწავლო. უნდა ისწავლო და მერე გააკეთო. რაც შეეხება რობოტულ ქირურგიას, რობოტული ქირურგია უკვე საქართველოში გაჩნდა. რობოტული ქირურგიას უფრო მეტი აქვს შესაძლებლობები ვიდრე ღია ქირურგიას. და რობოტული ქირურგია არის მომავალი ალბათ ქირურგიის, სანამ ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს ქირურგს. მე ეჭობა რომ ადამიანური ფაქტორი ჩაანაცვლოს ეს მსგავს პროფესიებში როგორც ჩვენ ამ წუთში დაწყებული ვართ ხელოვნური ინტელექტის ტრენინგი დიაგნოსტიკაში და ჩარევების მოდელირებაში არა ჩარევის მოდელირებაშიც გვაქვს დაწყებული ნუ ეს ძალიან დიდი პროექტია ნუ რამდენიმე წელს გაგრძელდება მე რაღაც სკეპტიკურად ვარ განწყობილი ცოტა მაგრამ ნახოთ როგორ არის იცით ადამიანური ფაქტორების ბევრი ფაქტორის ამოგდებაა შესაძლებელი განწყობა ამინდი ხასიათი რა ვიცი ანუ ეს კი მაგრამ სრულად ხო არ შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანს მეთვალყურე ამ ეტაპზე ჭირდება. ხო, მეთვალყურე ჭირდება, იმიტომ რომ შეცდომებს უშვებს. მაგრამ იმაზე ბევრად ნაკლებს ვიდრე ადამიანი. ნუ დავუშვათ ადამიანის სენსიტიურობა თუ 70% ინტელექტის არის 95. ძალიან კარგი, ნახოთ. ნუ მაგე ცხოვრება გვაჩვენებს. ცხოვრება გვაჩვენებს. კარგით, მე ჩვენ ვისაუბრეთ რომ ანთებითი დაავადებების შედეგად, ჰეპატიტების შედეგად შესაძლოა განვითარდეს ხო ღვიძლის კიბო. რადგან ჩვენთან არ არის სკრინინგი როგორც ასეთი ღვიძლის ამ ჰეპატობილიარის სახელმწიფო სკრინინგი არ არის. ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული ადამიანებისთვის არის. ხო, ისინი აკონტროლებენ. არა, ეს ვიცი ხო, მაგრამ აი პირობითად არ არის ადამიანი ჩართული ამ პროგრამაში. ღვიძლის სიმსივნეებზე სკრინინგული პროგრამა ჩვენ არ გვაქვს. არ არის ხო და ამიტომ მინდა კითხოთ ჩვენი მსმენელისთვის, თქვენ რას ურჩევთ? რა კვლევები შეიძლება ჩაიტარონ ჩვენმა პაციენტებმა თუ აქვთ სურვილი რომ რაღაცა გარკვეული სკრინინგით ჩაიტარონ კვლევა ღვიძლის ჰეპატობილიარული მიმართულებით და ასევე მინდა კითხოთ რა სიმპტომებს მიაქციონ ყურადღება თუ თქვათ რა აძლევს სიგნალს იმისთვის რომ საჭიროა გამოკვლევა ჩაიტაროს ძალიან ბევრია ასეთი მოდით ესე ვთქვათ მაგალითად ხა ანთებით დაავადებებს ვახსენებ ჩვენ ხო მაგალითად ვირუსული ჰეპატიტის დროს ეკოსკოპი არის ძალიან კაი საშუალება და არიან საქართველოში სპეციალისტები რომლებიც ძალიან მაღალი სიზუსტით იწერენ დიაგნოზს ну ჰეპატიტი C, B ქრონიკული ვარიანტი თუ გვაქვს, რა თქმა უნდა, ხეს მარტივია ეკოსკოპია, 6 თვეში ერთხელ, ერთ წელიწადში ერთხელ ვაკონტროლებ. მაგრამ მარას მივაქციოთ ყურადღება და როლდის. არსებობს ესეთი მაგალითად ნაწლავის ანთებით დაავადებები, მაგალითად არასპეციფიკური წყლოვანი კოლიტი, იგივე კრონის დაავადება, ну კიდე სხვა დაავადებები.
ძალიან ხშირად ეს დაავადებები არის ასოცირებული სანაღველი გზების სიმსივნეებთან. ისევე როგორც ნაწლავის სიმსივნეებთან, მაგრამ შეიძლება იმ ნაწლავის სიმსივნე არ გამოიწვიოს და გამოიწვიოს სანაღველი გზების სიმსივნე. ასოცირებულია, ხა შეიძლება ზოგჯერ თლად პირდაპირ კავშირი ვერ დაიჭირო, მაგრამ ეს არსებობს. ანუ ადამიანი ვინც ის ხა არის ამაზე პროგრამებია საქართველოში უამრავი კვლევითი პროგრამებია, როგორც არასპეციფიურ წყლოვან კოლიძე ისე კრონის დაავადებაზე. ამ ადამიანებმაც ასევე უნდა აკონტროლონ დაუშვათ იგივე ზოგადი სურათი, თუნდაც ეხოსკოპით მინიმუმ. სკრინინგს ამას ვერ დავარქვით, სკრინინგი ეს არის პროგრამა, რომელიც არის დაფინანსებული რაიმე ორგანიზაციას, მაგრამ სახელმწიფო ხო, სკრინინგს ვერ დავარქვით, მაგრამ ესე თვით დინებით, თვით შემოწმება რო აწარმოოს, თვით შემოწმება რო აწარმოოს, ამას წინ არაფერი არ უდგას. ნუ წელიწადში ერთხელ ეკოსკოპია. ალბათ, მე 6 თვე 1 წელი, როგორ არიცით, თუ სიმპტომატიკა გამოვლინდა, სიმპტომატიკა არის ძალიან არასპეციფიური როგორც წესი. ეს არის ზოგადი საერთო სისტუზდე, ადვილად დაღლა, ძილიანობა, შრომის უნარობა, ბევრი აი არასპეციფიური სიმპტომატიკა აქვს, მაგრამ მაგალითად ეხა კრონის დაავადება აქვს ადამიანს და გაჩნდა სიყვითლე, ისე რომ ტკივილი არ აქვს, ხო? ეს უკვე სიმსივნის ნიშანია. სიყვითლე ზოგადად ისეთი სიმპტომია, რომ ეგრევე ადამიანებს აქვთ. ხო, სიყვითლეზე რეაგირებს ადამიანი, ხდებიან რომ სიყვითლე მნიშვნელოვანი სიმპტომია. კი ბატონო. მაგრამ სიყვითლე ვისაც აქვს, ეს არის უფრო ერთი სანაღველი გზების ისეთი დაზიანება, რომელიც ჩქარა გიჩენს თავს, მაგრამ აი იმისგან თავის დააზღვევა, მაგალითად პანკრეასის კუდის სიმსივნე. არ არის მაგისგან თავი, იმიტომ რომ ერთადერთი არის უბრალოდ კულტურა ადამიანების, რომელიც ჩვენთან სამწუხაროდ კოჭლობს განსაკუთრებით პერიფერიაზე, თბილისში კიდე უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ თავს, რომ რაღაცა ასაკის შემდეგ ადამიანებმა წელიწადში ერთხელ, 2 წელიწადში ერთხელ რაღაცა გარკვეული კვლევები უნდა შეა. უბრალოდ ელემენტარული მუცლის ღრუს ეკოსკოპია ჩაიტაროს. მაგალითად 40 წლის შემდეგ თუ ნაწლავი ძალიან ხშირად არის, მაგალითად იგივე მე ონკოქირურგი ვარ, ხო? რაღაცა ყაბზობა, მონაცვლეობა ბაღარათთან. და იმ რაღაც ესკუმიზანს სვამენ, ნახშირს სვამენ, არა, ნუ სვამთ. 40 წლის ზემოთ ეს სიმპტომატიკა აუცილებლად გასათვალისწინებელია. უნდა გაკეთდეს კოლონოსკოპია, იმიტომ რომ სიმსივნური ავადობის რისკია. მეორე ხო არ არის ოჯახური რაიმე ანამნეზი. ოჯახური მაგალითად familial polyposis, ოჯახური პოლიპოზი. ხო არ არის მე ოჯახური პოლიპოზიც. ანუ სხვადასხვა დაავადებები არსებობს, ხო? არის 40 წლის ზემოთ ასაკი, რისკი მაღალია, ჩავიტაროთ კვლევები. მაგალითად, იაპონელებში კუჭის კიბოთი ავადობა არის პირველ ადგილზე, მაგრამ სიკვდილობით მე მგონი ბოლოზე არიან, იმიტომ რომ სკრინინგი აქვს in situ ყველაზე ადრე ეტაპზე ხდება დაჭერა, ისე რომ ოპერაციასაც კი არ აკეთებენ, მხოლოდ ენდოსკოპით შემოიფარგლებიან. ძალიან კარგია. ანუ ადამიანები ასაკში რო შევდივართ, ჩვენ სხვებს ვარიგებთ ჯგუფს, მაგრამ ჩვენ თვითონ თავს არ ვლით. ხო? ასაკში რო შევდივართ, რაღაცა პერიოდულობით საჭიროა. ხო, ექიმები ყველაზე ნაკლებად უყურს. ეს გეთახმებით. კი ბატონო, კარგით. ანუ ეკოსკოპიური კვლევა 6 თვეში ერთხელ წელიწადში სიტუაციის მიხედვით. როგორ არის სიტუაციის მიხედვით? ალბათ ჯობია რაღაც ექიმ სპეციალიზი. ყველაზე კარგია ალბათ ოჯახის ექიმი, რომელიც არის მზად ამისთვის, რომ აი ესეთ, მაგრამ არ უნდა დავიწყოთ ოჯახის ექიმები სამწუხაროდ დღეს იძულებულები არიან რაღაცაი დაზოგვაზე, არ არის აქ ოჯახის ექიმების ხო ბევრი კატეგორიად იყოფა, იმათ თავიანთი მომთხოვნი ყავთ, მაგრამ არ უნდა დავიწყოთ რაღაცა სიმპტომური მკურნალობა და რაღაცა ჰაერზე დიაგნოზი არ უნდა გამოვია. უნდა ჯერ აი ყველაფერს რო გამოვრიცხავთ, მერე თუ გვინდა ესკუმიზანი დაუნიშნოთ, თუ გვინდა მრავალძარღვას პესვები. გეთახმებით, კი, ზოგადად მსოფლიო პრევენციაზეა კიცებულებას უნდა დაეყრდნოს შენი მკურნალობა. მსოფლიო გადავიდა პრევენციაზე დაავადებების და გადაზღვევებით ესე უფრო ნაკლები უჯდება და ჯობია რომ ჩვენთანაც ესე თქვენი ხამწუჩი საქმე გაქვთ ექიმთან, რომელიც პრევენცია არა უკვე შედეგებს რო ებრძვის და პრევენცია სხვა ცოდნა უნდა. და სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის, რა თქმა უნდა, ადრეულ სტადიაზე გამოვლინებული პათოლოგიები. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას პოპულაციაში ზრდის პრევენცია და არა ეს ჩვენი ტიპის ჩარო. ჩვენ შედეგებს ვებრძვით. ჩვენ ვებრძვით შედეგებს. კი ბატონო, კარგით, მაშინ შედეგებზე მოდით რეაბილიტაციაზე ვისაუბროთ ცოტა. რეაბილიტაცია როგორია?
ხო. ძალიან მწირად ვიტყვი, იმიტომ რომ რეაბილიტაციის უცხოეთში არსებობს რეაბილიტაციის ცენტრები განსაკუთრებით ისეთი მასიური ჩარევებისგან, როგორც ახლა ღვიძლის ჩარევებს როცა ავაკეთებთ, ადამიანი უბრალოდ განაკვეთს რო შეხედავ უკვე Mercedes-ის განაკვეთი, უკვე Mercedes-ის ემბლემას გავს. აქედან მოც არის კიდე შევრონის ემბლემას გავს. იქ არის კიდე ბევრი სხვადასხვა განაკვეთებია, მაგრამ ყველა ეს არის ძალიან დიდი განაკვეთები. მარტო მუცლის კედლის ის ტრავმა, რასაც ამ ოპერაციით ვაყენებთ, უკვე საკმარისია, მაგალითად თავის დროზე მე ახალგაზრდა ქირურგი ვიყავი და კომისიაში ვიყავი, ჯარისკაცი რო გადის სამხედრო კომისიას, მუცელზე განაკვეთი თუ იყო, ის ითვლებოდა უარგესად სამწყობრო სამსახურისთვის. მარტო ომის პირობებში მიყავდათ რა, ისე არ მიყავდათ. ანუ ეს რაღაც გარკვეულ წილად, მსუბუქად, მაგრამ ინვალიდო ეს არ განიჭებს მესამე ჯგუფს, მაგრამ ეს ინვალიდობაა. შრომის უნარი დაბალი, ცხოვრების ხარისხი მოკლედ. მე ამ განაკვეთის შემდეგ ძალიან ხშირი არის მუცლის კედლის დეფორმაციები, ძალიან ხშირია თიაქრები, ძალიან ხშირია. თუმცა როგორ აიცით, ჩვენი მიზანი ამ დროს არ არის თიაქარი და მუცლის კედლის დეფორმაცია, ჩვენი მიზანი არის ამ დროს მივიღოთ სიცოცხლის გახანგრძლივება, ამიტომ გამართლებულია და თუ დაუშვათ შენ გამოჯანმრთელების ნიშნები გიჩანს, მაგალითად ჰეპატოცელულარული კარცინომის მერე 2 წელი აკონტროლებ დაავადების განმეორების ნიშნები არ აქვს, უკვე თამამად შეგიძლია ეს ბადეთ იმპლანტი და ასე, ანუ თიაქარს უკურნალო. გარდა ამისა რა არის? თვითონ პოსტოპერაციული პერიოდი ყველაზე კრიტიკული არის, მაინც ალბათ პირველი 5 დღე 1 კვირა და ადრეული პოსტოპერაციული დავარქვა და შედარებით ადრეული, მაგრამ უკვე გვიანი პოსტოპერაციული არა, მაგალითად პლევრაში, ფილტვში სითხე ჩამიდგა. ღვიძლის ოპერაციების დროს ისეთ ფართე მობილიზაციას აკეთებ ღვიძლისას, რომ ეს უკვალოდ არ ჩაივლის. ამიტომ ამას უნდა პირველი რამდენიმე თვე ინტენსიური მეთვალყურეობა და სიმპტომურად დახმარება არის, დაუშვათ სითხე გამოსავალი არის, უნდა გამოვიღოთ. მაგალითად ღვიძლში დაგვრჩა, ღრუ დაგვრჩა, ხო, მაგალითად არ გავაკეთეთ ჰემიჰეპატიტი და გავაკეთეთ სეგმენტური ამოკვეთა, ის როგორ ღრუ რჩება, ზღრუ რაღაცამ უნდა შეავსოს. ყველაზე ადვილად რა გამოიყოფა ჩვენს ორგანიზმს? სითხე ავსებს. ეს სითხე შეიძლება ინფიცირდეს, შეიძლება ნაღველი წამო. ანუ გართულებები ბევრია. ხო, ეს და აი რეაბილიტაციის პერიოდი გულისხმობს აი ამ ქირურგიული რეაბილიტაცია დავარქვათ. ხო, ამის კი ბატონო, კონკრეტულ ვადას ვერც გავთვლით ამ შემთხვევაში, რა მოვა შემდეგ არ ვიცი. რაც შეეხება ზოგადად რეაბილიტაცია კი არა ფსიქოლოგიური მომზადებაც კი ოპერაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ხშირად ხო ეხა არასწორია ექიმმა თქვა ჩემი გამოცდილებით, მაგრამ იცით აი ოპერაციის წინ ადამიანები რომ მიდიან როგორი მათ რა ემოციური მდგომარეობა და ოპერაციის მერე რომ გამოდის ოპერაციიდან და ჩამ პალატაში როცა ნახულობ მას ტკივილი არც კი ახსოვს, ისეთი ბედნიერია, იმიტომ რომ გადარჩა ის სიკვდილის შიშია და ეს მისთვის ტკივილი იწყება მესამე დღიდან. როდესაც უკვე სიკვდილის შიში გადალახულია და უკვე კომფორტი უნდა, მაგ დროს იწყება ხოლმე და აი პაციენტი ხანდახან ხუმრობთ ექიმებს უწუნს რომ იწყებს ესე იგი კარგად მიდის ყველაფერი, უკვე კომფორტისკენ მიისწრაფის. სამწუხაროდ ჩვენთან არ არის ასეთი მასიური ჩარევების შემდეგ კარგი, მე არ ვიცი, შეიძლება არის ვინმეს აქვს, მე არ გამიგია და ძირითადად ეხლა მაგალითად ორთოპედიაში ეს რეაბილიტაციები ჩვენთან არსებობს რა. აი ამ ჩვენი ქირურგიის მერე ეს რეაბილიტაციები არ არსებობს რა და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია. გერმანელებს ცალკე დასახლებული პუნქტები აქვთ, იქ ექთანი მიდის, მუშაობს, აყენებს საჭმელს, მას გრაფიკებით რა, ეს არ გვაქვს. ეს ყველაფერი ჩვენი ჯანდაცვის მე მივა მაგ ძვირი ღირს ეს და ფულთან არის პირდაპირ კავშირში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისთვის და მე მხოლოდ ორი კითხვა მინდა დაგისვათ, თუ სურვილი გექნებათ გვიპასუხეთ. მინდა გკითხოთ თქვენი ხანგრძლივი პრაქტიკის განმავლობაში ყველაზე დასამახსოვრებელი кейსი რომელი იყო თქვენთვის და ყველაზე ხანგრძლივი ოპერაცია რომელიც ჩაგიტარებიათ. მოკლედ ყველაზე დასამახსოვრებელი ყავდა ჩვენ პაციენტი, ახალგაზრდა ქალბატონი, რუსეთის მოქალაქე, რომელიც იყო მოსკოვში. მოსკოვში მას უარი ეთქვა ღრუენაში ინვაზიით ღვიძლის სიმსივნე, ესე იყო მიტანილი ეჭვის სინამდვილეში მე დადგინდა რომ ეს აბსოლუტურად სხვა სიმსივნე იყო. თუმცა ღვიძლში ვრცელდებოდა, ღვიძლში გვაქვს ესეთი ანატომიური ერთეული სულკუს ვენოზუმ და იქედან ხდებოდა ინვაზია ღვიძლში და მერე უკვე ღრუ ვენაში.
ჩვენთან რომ მოვიდა ეს ქალბატონი დასმული დიაგნოზით მოვიდა ადენოკარცინომით. ადენოკარცინომის დროს, ანუ მეტასტაზურ სიმსივნეზე იყო ეჭი. ადენოკარცინომის დროს დიდად მოწოდებული არ არის სისხლძარღვებში ჩაზრდილი სიმსივნეების დროს ჩარევა, მაგრამ გადაწყვეტილება მივიღეთ ჩარევაზე იმიტომ, რომ ღრუვენის ჩაკეტვის შემთხვევაში ძალიან დიდ პრობლემები წინაშე დადგებოდა და უბრალოდ ძალიან ახალგაზრდა იყო 22 წლის იყო ეს ქალბატონი. წავედით ამ ოპერაციაზე, რა თქმა უნდა, გავაკეთდა ღრუვენის რეზექციით და პლასტიკით ეს ოპერაცია. და ოპერაციის დროს დადგინდა, ოპერაციის დროს უკაცილებით მეტ სირთულეები აღმოჩნდა, ვიდრე აი წეგანაც ვამბობთ, ტომოგრაფიას რო აკეთებ, ეს ყველაფერს არ გეუბნება. პირველი ოპერაცია იყო წარმატებული, მეორე და მესამე სხვა რამის გამო და გავაკეთეთ და პირველი ოპერაცია ანუ ღრუვენიდან ჩვენ ეს სიმსივნე მოვაშორეთ, მას ამოვიღეთ და პირველი ოპერაციის შემდეგ პასუხი მოგვივიდა, რომ ეს არის უიშვიათესი დაავადება, 70-80 შემთხვევა ინგლისურ ენოვან ლიტერატურაში აღწერილი. არც ვიცი როგორ ვთარგმნო, ქვია calcified fibrotic tumor. კალციფიცირებადი ფიბროზული სიმსივნე. ხო, ეს არის შემაერთებულ ქსოვილოვანი სიმსივნე, ну პირობითად რო ვთქვათ, კეთილთვისებიანი სარკომა დავარქვათ. და განმეორებითი ოპერაციები გავაკეთეთ იმის გამო, რომ ამ სიმსივნის წარმომავლობა არის კუჭის კედელი, სტრომული ნაწილი. და ამ სიმსივნეს მოცული ქონდა პანკრეასი, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთის კარი, კუჭის მცირე სიმრუდე. ანუ ეს ბავშვი, ახალგაზრდა ქალბატონი წონაში ძალიან მასიური კლება ქონდა, რომ საკვების მიღებას ვერ ახერხებდა. და მეორე ოპერაციაზე ჩვენ ვეცადეთ, რომ ეს არის დებალკინგ არის ტექნიკა, რომ მაქსიმალურად შეამციროს სიმსივნის მასა, თუმცა ეს იყო გამორჩეული სირთულის, იმიტომ რომ არც ერთი ენერგეტიკული მოწყობილობა, რომელთაც შენ დესტრუქციას აკეთებ სიმსივნურ ქსოვილის, უძლური იყო, იმიტომ რომ ეს იყო კალციფიკატები, ანუ ქვა არის, ჩაკირული. რაღაცა ნაწილი მოვაშორეთ, მაგრამ მთლიანად კი არ, ალბათ ნახევარი და მესამე ოპერაციის მიზანი გახდა უკვე რომ მისთვის მოვამზადეთ ეს პაციენტი და მესამე ოპერაციის მიზანი იყო რომ მისთვის კუჭნაწლავის ტრაქტის გამავლობა ყოფილიყო სრულფასოვანი, რომ საკვების შეთვისება ქონოდა და მესამე ოპერაციის მერე ამ ქალბატონმა დაიწყო წონაში მატებაც, იმდენად წონაში მატება რომ მე გადაწყვიტა დიეტაზე დაჯდომაც. ეხა ამ წუთში რამდენის არის არ მახსოვს, თუ არსები 27-28 წლის არის. გასაგებია, თქვენ ამ ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეთ. ხო, მან იყო ძალიან საინტერესო მეორე ოპერაციაზე რო ჩამოვიდა, აღმოჩნდა რომ რუსები აკეთებენ ესეთ აქციებს, რომ პერიფერიებზე გადიან, ამოწმებენ და ის ექიმი, რომელმაც მას უარი უთხრა ოპერაციაზე, იყო ჩამოსული გასინჯვებზე მის ქალაქში და ეს გოგო მაინც მივიდა დამატებით ინფორმაციის მისაღებად, შეხვდა იმ ექიმს და ის ექიმი იყო ძალიან გაკვირვებული და რო უთხრა, ამან უთხრა თბილისში გავიკეთეო, პირდაპირ აქ ნათქვამი ვიამაყებ, ხო? მალაცი გრუზინიო ესე. ყოჩახ ქართველებო რა. ძალიან მიხარია, ძალიან კარგი. ყველაზე ხანგრძლივი ოპერაცია იყო, როგორც მოგახსენეთ, პირველი გადანერგვა საქართველოში, თუ არ ვცდები 25 თუ 27 საათი გამოგვივიდა ჯამურად. ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი. დაუშვათ არა ესეთი ჯგუფური და დაუშვათ დამოუკიდებლად, როდესაც მარტო ეს პატარა ვიწრო ბრიგადით გვიზლის შემთხვევაში გქონია, რომ სადღაც 17 საათამდე გვიმუშავია. და სხვა შორის ეს არ იყო ღვიძლი. ეს იყო მყრისრული სიმსივნე. იმიტომ რომ ნერვები უნდა შეინარჩუნო და ძალიან დიდი სირთულის ოპერაცია. ძალიან კარგი. თქვენ ხომ არ გინდათ მიმართოთ ჩვენს მენელს და რამე ხომ არ გნებავთ რომ უთხრათ? მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ჩვენ შეხვედრა ძალიან ამომწურავი იყო, თქვენი შეკითხვები თავისთავად ძალიან ხშირად უკვე ბევრ პასუხსაც გულისხმობ და არ ვიცი თუ ალბათ ეს რომ გამოქვეყნდება შეკითხვები თუ იქნება ონლაინ გაუცემთ. კი ბატონო, შეკითხვები მოგწერეთ აუცილებლად კომენტარებში, არ დაგავიწყეთ ჩვენი გვერდის გამოწერა, რომ არ გამოგვრჩეთ საინტერესო ვიდეოები. თქვენ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისათვის, დიდი მადლობა უამრავი გადარჩენილი სიცოცხლისთვის და წარმატებები კარიერულ ზრდაში. კიდევ გელოდებით. წარმატებებით.